საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. დღეს გაშლა გვექნება თქვენს მომავალზე. თუ გაინტერესებთ, მოთავსდით ლამაზად და დავიწყოთ. იფიქრე შენ თავზე, შენს მომავალზე, თქვი შენი სახელი და ვნახოთ. ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედი. ჩემო კარგო, ამჟამად რაღაცა ხელმოსაწერი საქმეზე თითქოს მოლოდინში ხარ. მოლოდინში ხარ, მაგრამ თითქოს ჯერჯერობით ჰაერში კიდია, ჯერ გამართულად არ არის ეს შენი საქმე. აქ გამოგივიდა ვიღაცა მამაკაცი, რაღაცა დიდი სიყვარულით გიყურებს. მაგრამ შენ მიიწევ მომავლისკენ, წარმატება გიჩანს. რა პრობლემა გაქვს? ჩემო კარგო, რა არის პრობლემა, იცი? ცოტა არ იყოს სულიერად, ცოტა მოსლაბებული ხარ. რაღაც გზასაც გახურებ. მოლოდინშიც ახარ. და რა არის, იცი? რაც უფრო თავაწეული იყავი და დაფასება ქონდა, თითქოს ამჟამად ამობრუნებული გაქვს რაღაცა შენი სიტუაცია. კარგი, ვნახოთ კიდე რა გიჩანთ. აქ ფიქრები ამოდის მამაკაცზე, პარტნიორზე, ცოტა არ იყოს დეპრესიული ფიქრები ამოგივიდა, ჩემო კარგო, ნერვიულობა გიჩანს, თან გინდა რომ ამ სიტუაციიდან გაერიდო წახვიდე, მაგრამ მაინც უკან ეყურებ, იმიტომ რომ 100%-იანი დარწმუნებული არ ახარ. გახვიდე ამ სიტუაციიდან თუ არა. სიყვარული კი გიჩანს, მაგრამ ეს სიყვარული უკვე თავდაღერა კიდია. კიდევ ვნახოთ რა ხდება შენთან. რა არის, იცი? ამჟამად ძალიან უნდობლობა გაქვს, ჩემო კარგო. თითქოს რაღაცა ყველაფერში ეჭვი გეპარება, მაგრამ იცოდე, ყველა საქმეში გამარჯვება გელოდება. კარგი, მე მგონი გაინტერესებთ ნეგატივიც როგორი გაქვთ, ხო? ნახოთ აბა. ნეგატივები როგორი გაქვს. თქვი ისევ შენი სახელი, დაბადების წელიც და ვნახოთ ამჟამად რა ხდება შენ ცხოვრებაში. ნახოთ რა ხდება. რა არის, იცი? წარმატება რო გქონდეს, შენ თვითონ უნდა ცვლილება მოახდინო შენ თავში, ჩემო კარგო. კი, მაგარი ადამიანი ხარ, კარგი ხარ, მაგრამ შეიძლება მერყეობა გქონდეს და ძნელად გამოდიოდეს სიტუაციიდან. ესეც ბევრი რამე არის შენზეც დამოკიდებული. ცოტა არ იყოს დანაკარგიცა გაქვს, შიშებიცა გაქვს. სახლზე ფიქრი გაქვს, ან ოჯახზე, მაგრამ იცი რა არის, ჩემო კარგო, ოჯახზე ყოველთვის აი ამოგევიდა სახლის ჭერი, ოჯახი, გაქვს ძალიან დიდი ნეგატივი. ოჯახზე გაქვს რაღაცა პრობლემა, რაღაცა შანსებს წინ გეღობება ეს ნეგატივი და ამას მიაქცია ყურადღება. რა გელოდება? ვაიმე, საქმის დამრგვალება გელოდება, დიდი სიყვარული გელოდება და ეგეც იცოდე, რაღაცა საიდუმლოება იხსნება. კიდე რა გელოდება? ფული გელოდება. წარმატება გელოდება, დროშა გიჭირავს, უბრალოდ ცოტა მოთმინება გჭირდება. მზად იყავი, შური გზიდან რაღაცა ახალი ამბავი გელოდება. ოღონ ეს ახალი ამბავი, ჩემო კარგო, ცოტა სანერვიულო ჩანს. რას გაფრთხილებს კარტი? მომავალში შენი ღრუბლებიც გაიფანტება, ნერვიულობაც წავა და ახალი კარები გეხსნება. ამაზე იყავი მზად. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა. მომავალი 36 კარტზე რა გელოდება?
ახლა ისევ თქვი შენი სახელი, ჩაიფიქრე შენი სურვილი, ჩემო კარგო და კითხე კარგს. რა მელოდება მომავალში? ასე შეეკითხე. და დავიწყოთ. რა გელოდება მომავალში? აქ ვიღაცა მამაკაც ვხედავ, ან ფორმიანია, ან ბედგამონაცვალია. ან შეიძლება შავგრმანი პიროვნება იყოს. ცოტა არ იყოს რაღაცა გულკატეხილი დგას. ან შეიძლება რაღაცაზე გაწყენინა, მაგრამ იცოდე, რაღაცა საქმის მოგვარება გიჩანს, ან რაღაცა წარმატება გელოდება ამ პიროვნებიდან. აქ გამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა, რაღაცა ფულით გიჩანს. ჩანს კიდო ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან დარდობს და რაღაცას განიცდის და ლაპარაკი ამოსდის ამ განცდებისა და დარდის თაობაზე. ამჟამად თითქოს ვიღაცა ქალბატონი რაღაცას გიპოსტავებს ფრთხილად იყავი, ცოტა შეიძლება სანერვიულო შეგხვდეს. ან ქალიდან შეიძლება რამეს ელოდებოდი და ჯერჯერობით გაპოსტავებული დგეხარ, შეიძლება ამაზე ნერვიულობა კონდეს, განცდა კონდეს, მაგრამ ნუ გეშინია დიდი სურვილი, შესრულება, მაინც გელოდება. ასე რომ ტყუილად არაფერზე არ ენერვიულო, აუცილებლად გიჩანს სანერვიულო, მაგრამ მერე სურვილი გისრულდება. მიდი შენი დარდები, შენი ნერვიულობა, ჩქარი ახალი ამბავიც გელოდება. ძალიან ბევრ პრობლემებს ხედავ ამჟამად შენში, ჩემო კარგო, მაგრამ ნელა-ნელა მიედინება, მიდის ეს ნერვიულობა შენი. მოგვიანებით რაღაცა საქმის მოგვარება გელოდება. ახლა რას გეტყვი? აქ ვიღაცა ქალბატონი და ვიღაცა მამაკაცი ჩანს. იცოდე, ცოტა არ იყოს სანერვიულო ჩანს, თითქოს ან გაგანერვიულებენ, ან თვითონ ამათზე გელოდება რაღაცა დიდი სანერვიულო და ფრთხილად იყავი. კარგი. რა დაგამშვიდებს? ამჟამად ჩემო კარგო, ცოტა არ იყოს დარდით დგეხარ, განცდები გაქვს ძალიან დიდი, ნახე ამატყობურად განიცდი რაღაცას ძალიან, მაგრამ რაღაცა კაზიონი სახლი გელოდება ამ შენ განცდებზე და ნერვიულობის მერე. გავაგრძელოთ, რა გელოდებათ კიდე? ფრთხილად იყავი, ან რაღაცა განცდები გელოდება, ამ პატარა ავადმყოფობა, ამას მოუფრთხილდი. ბოლოს დიდი ინტერესების ასრულება გაქვს, შეხვედრა გელოდება, ჩემო კარგო, ცოტა არ იყოს შენი საქმეები, ცოტა შეფერხებები ჩანს, ავადმყოფური უდარით დგეხარ, ძალიან ნერვიულობ, ამჟამად არ მითხრათ, რომ კარგად ახართ. დიდი უდარში გეხარ, გულგატეხილი ხარ, ნერვიულობ, შენში ნერვიულობ, იცი, შეიძლება ვერ ლაპარაკობ და ძალიან დიდად ნერვიულობდე. ვიღაცა ქალბატონთან იცოდე მაგიდა გაქვს, კაზიონ სახლში, შეიძლება რაღაცა საქმეზე ლაპარაკი მოგივიდეს, თანხის თაობაზე შეიძლება ლაპარაკი გქონდეს, ჩემო კარგო. აქ ორ მამაკაც ვხედავ, თითქოს რაღაცა წარმატებისთვის ან რაღაცა საქმისთვის მზად არის, შეიძლება ორი მამაკაციდან რაღაცა დახმარებაც მიიღო. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდება. რას გვეტყვის კარტი კიდე?
ჩემო კარგო, ამჟამად თუ რამეს ელოდები, ჯერჯერობით ძალიან დიდი შეფერხებებს ვხედავ. ჯერ შენი საქმე იწელება. დრო გინდა კიდე. ან შენ რაც უნდა გაგიკეთებინა, ჯერ ეს საქმე არა გაქვს ჩამთავრებული, ჯერ საქმეები არა გაქვს მოგვარებული, იმიტომ იწელება ეს შენი საქმე. კი, შენც ძალიან კარგად იცი. ეს შეფერხებებს შეიძლება შენ თვითონაც აკეთებდე და ამის გამო დარდი და ნერვიულობა გიჩანს, ხედავ. თითქოს ყველაფერი არეულ-დარეული გაქვს. და ამიტომაც ყველაფერი გაიწელა შენი სურვილი. რა მოგახსენოთ ძვირფასო მეგობრებო, ნახოთ, სასიხარულო ტელეფონზე ყურმელი გელოდებათ. ცოტა არ იყოს თქვენ თვითონაც ნერვები შეიძლება აგეშალოთ, რაღაცაზე იჩხუბოთ ან ინერვიულოთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიდის. რაზეც გული გაქვს გატეხილი, ამის თაობაზე ახალი ამბავი ან რაღაცა საბუთი გელოდება. რა არის იცი, აქ შეიძლება იყოს რაღაცა კაზიონის სახლის თაობა. აი რაღაცა კაზიონის სახლზე შეიძლება შენი საქმე იყოს დამოკიდებული, მაგრამ ჯერჯერობით თითქოს ჩაკეტილი ხარ, თითქოს ყველაფერი ამობრუნებული გაქვს და გიჩანს სანერვიულო, ჩემო კარგო. ეს პერიოდი რაცა არ მომეწონა თქვენი კარტი, იმდენად, მაგრამ კიდე შევეკითხოთ რა გელოდებათ. ამოგივიდა გულში ვიღაცა ქმარშვილიანი მამაკაცი. შეიძლება იყოს მეუღლე, შეიძლება იყოს უფროსი მამაკაცი, შეიძლება იყოს მამა. რაღაცა ახალი ამბავი გელოდება ამ პიროვნებიდან. ბოლოს რა გელოდება იცი? ბოლოს ხელში რაღაცა თანხას მაინც ჩაიგდებ, ჩემო კარგო. მერე შეხვედრებიც გელოდება, წარმატებაც გელოდება. ამიტომ გეუნები. შენი სურვილები შეიძლება ძალიან ბევრ რამეზე იყოს შენზე დამოკიდებული, ძალიან მაგრად ახარ ჩახლართული, ძალიან მაგრად ახარ შებოჭილი, ცოტა მოსლაბდი და შენი საქმეები ისე მოაგვარე, რომ ეს დროშა ხელში შენ თვითონ დაიჭირო. ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. შენ თუ ისე დააყენებ შენ საქმეებს, სწორედ წარმატება და გამარჯვება მაინც შენსკენ არის. ახლა თუ ვიდეო მოგეწონა, არ დაგავიწყდეს დაკოლება, მოწონებაც. გემშვიდობებით დროებით, ნახვამდის.